ახლა ლაშაველიაძის სიუჟეტი ბულვარიდან, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან შეთანხმებით დაიწყო და რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ჩვენ ახლა ბათუმის ძველი ბულვარის შუა ალეაში ვიმყოფებით. ასფალტი, რომლის აყრაც უკვე დაწყებულია, საბჭოთა პერიოდის შემდეგ არ შეცვლილა. 2016 წლის ზაფხულის სეზონისთვის კი ბათუმელებს და ქალაქის ვიზიტორებს რეაბილიტირებული ბულვარი ელოდებათ. ასფალტის ძველ საფარსა და ბორდიულებს თანამედროვე რომბისებური ფილები შეცვლის. აღნიშნული სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. უნივერსიტეტის მოედნიდან ძველი ბულვარის ცენტრალურ შადრევნებამდე ბრექჩისა და ბორდიულების ნაცვლად ბეტონის დეკორატიული ფილები დაიგება. გარდა ბილიკებისა, ბულვარის ტერიტორიაზე სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება და ბუნებრივი წყალმიმღები ჭები დამონტაჟდება. სამუშაოების ღირებულება დაახლოებით არის ზუსტად 1.2 ლარია. ამ ღირებულებაში შედის როგორც ასფალტის აღება და ფილის დაგება, ასევე კანალიზაციის შეცვლა და სანიაღვრე სისტემების შეცვლა. სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ლიტომი. როგორც ხედავთ, სამუშაოები საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ბულვარში მიმდინარე სამუშაოები შეთანხმებულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან. ნებართვაზე შესაბამისმა საბჭომ იმსჯელა. ბათუმის ბულვარი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მას სტატუსი იცავს. შესაბამისად, ბულვარში მიმდინარე ყველა სამუშაოები წინასწარ არის შეთანხმებული სააგენტოსთან და შესაბამისი ნებართვის საფუძველზე მიმდინარეობს. ბულვარის ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი იქნა პროექტი სრული შემადგენლობით, განიხილა მრჩეველთა საბჭომ და მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცა სამუშაოების ნებართვა. ყველა ცვლილება, რომელიც კი შეიძლება დადგეს დღის წესრიგში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში შეთანხმდება სააგენტოსთან. სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება სანაპირო ზოლშიც. ზღვისპირა ზოლის მოწესრიგებისთვის საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო როგორც უწყებაში აცხადებენ 5 მილიონ ლარს დახარჯავს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს 2016 წელს ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ბათუმში დაგეგმილი აქვს სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც მოიცავს ნაპირდაცვით აგებობას. მთლიანი ღირებულება პროექტის შეადგენს 5 მილიონ ლარს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება. მოსახლეობას მიაჩნია, რომ მოწესრიგებული და განახლებული ინფრასტრუქტურა ტურისტების რაოდენობას გაზრდის. ხედავ, რომ ახლა მიდის მოპირკეთების სამუშაოები მიდის, ბულვარი ლამაზდება, ასფალტის იღებენ და ქვაფენილები დაიგება და მე მგონი ეს ყველაფერი სილამაზე ტურისტებს მეც მეძიდავს და დამსვენებელი მეტი იქნება და ხალხისაც საწამონო იქნება ეს ყველაფერი. სანაპიროს გარდა ბულვარში მიმდინარე სამუშაოები მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება.